შიდა ქართლის რეგიონში 62 ჰექტარ მიწის ფართობზე ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება. 8 ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის მართვის აგენტოს პროგრამით დალერგი მომავლის ფარგლებში დაფინანსება უკვე მიიღო. დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სააგენტოს დირექტორთან ერთად ქარელის რაიონის სოფელ ბიბნისში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ფერმერის ბაღის გაშენების პროცესი დაათვალიერა და პროექტში მონაწილე ბენეფიციარებს შეხვდა. პროექტის დანერგე მომავლის ფარგლებში უკვე შენდება პირველი ინტენსიური თანამედროვე ბაღები და ეს არის საქართველოში ფაქტიურად ახალი ეტაპის დაწყების დასაწყისი. ჩვენი იმედია, რომ მრავალი ასეთი ბაღი გაშენდება ამ პროექტის ფარგლებში და ეს ხელშეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ზრდას. 62 ჰექტარზე გაშენდება ინტენსიური ბაღები, ძირითადად კულტურა არის ვაშლი. შიდა ქართლის რეგიონი არის მოწინავე რეგიონი, რადგან ყველა განაცხადი, რომელიც ჩვენთან არის შემოსული, არის შიდა ქართლიდან სწორედ. ამ პროექტის განხორციელება ითვალისწინებდა დაახლოებით 140,000 ლარით დაფინანსებას. აქედან სახელმწიფო დაფინანსება არის 70%. რეალურად დიდი გადადგმული ნაბიჯი იქნება, უკვე არის რეალურად დიდი გადადგმული ნაბიჯი და შედეგები უკვე 2-3 წლის მერე გამოჩნდება.